ვისაუბრეთ იმპრესიონიზმზე და იმპრესიონიზმის მამამთავარი სული შტამბერი და მთავარი იდეის მატარებელი, ისე ვთქვათ, მონეს შემოქმედება დიდად იყო განპირობებული იაპონური კულტურით, ზოგადად. ძალიან ბევრს გონია, რომ იაპონურმა ფერწერამ მონეზე უშუალო გავლენა იქონია, ანუ ძალიან ბევრ გამოკვლევებში და თეორიულ ასპექტებში, როდესაც საუბრობენ მონესა და იაპონური ფერწერის ურთიერთობაზე, აქცენტს აკეთებენ იაპონური ფერწერული ნამუშევრის ზედაპირის დამუშავებისა რა. თითქოს მონეზე ამან იქონია გავლენა, ანუ აქვს მონეს რამდენიმე ნამუშევარი იმ პერიოდის, სადაც, ასე ვთქვათ, ეს იაპონური კოლორიტი ძალიან ეტყობა მის ნამუშევრებს ზოგიერთს და ვთვლი რომ ცდარად ძალიან ბევრ ვითომ ხელოვნებად ვწოდნეს და გალერიც ეჩვენება, რომ მონეს სწორედ ამის გავლენის ქვეშ მოხვდა რა. ფერწერული ნამუშევრის გარეგნული დამუშავების გავლენის ქვეშ მოექცა და ეს ესე არ იყო. ზოგადად იაპონურ ფერწერაზე რო ვისაუბროთ, აქ კონკრეტულად ვერ გამოყოფთ ამ სფეროს. უნდა ვისაუბროთ იქო გაშლილად ზოგადად იაპონურ შემოქმედებაზე და იაპონელ შემოქმედებზე, იმიტომ რომ აი წინა ლექციაში წავუნიშნეთ, რომ იაპონელი, ჩინელი თუ კორეელი ხატვარი იქნებოდა მუსიკოსი, პოეტი, მწერალი თუ სხვა შემოქმედებითი მოღვაწე, ხო, ვთქვათ, მომღერალი და ასე შემდეგ, აი იაპონელ შემოქმედებს ჩვევად ჰქონდა, ტრადიცია ჰქონდა უხსოვარი დროიდან ჩამოყალიბებული, რომ ბუნებასთან ყოფილიყვნენ ახლო კონტაქტში. ბუნებაში ეხეტიარათ, შეიძლება ასე ითქვას. და ისე შეექმნათ თავისი ნამუშევრები, რა ეს იქნებოდა ლექსი, პროზაული რაღაც ფრაგმენტი თუ სამხატვრო ნიმუში რამე, თუ მუსიკალური ნაწარმოები. ანუ გამორიცხული იყო, შეიძლება ითქვას, და დადებული იყო შემოქმედებითი პროდუქტი იაპონური, თუ კი შემოქმედს იაპონელს, შემოქმედს ამა თუ იმ შემოქმედს ახლო კონტაქტი არ ჰქონდა ბუნებასთან. მეტსაც გეტყვით, ისინი ბუნებაში ცხოვრობდნენ. ანუ ადგილიდან ადგილზე გადადიოდნენ, სხვადასხვა საშუალებებით ირჩენდნენ თავს, გზადაგზა თუ კი ფუნდუკი შეხვდებოდათ ამ რაღაც საყვები დაწესებულება რაღაცა იქ ჩამოისვენებდნენ, თუ არა და შემხედრ გზავს არ თხოვდნენ, უბრალოდ ტრადიციად იყო ეს იაპონურ სახეტიალო ხელოვნებაში, ესე ვთქვათ, რომ შემხედრები ერთმანეთს საგზავს უწილადებდნენ. მსგავსი რაღაცა ხევსურულ კულტურაშიც არის, მაგრამ ეს ახლა სხვა თემაა. ანუ მარტო იაპონელ ხალხს არ ჰქონდა ეს ყარიბობის ჟამს ასეთი ჩვევა და ზოგადად მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ქართულ სინამდვილეშიც არსებობდა მსგავსი მიდგომები ბუნებასთან შემოქმედების. ამგვარ პროცესს ეწოდება ყარიბობა ქართულად. იყო ესეთი მაგალითად პეტრე ლარაძე ყარიბი. ანუ რისი თქმა მინდა, მონეზე ზეგავლენა მოახდინა არა ფერწერის გარეგნულმა მხარეებმა, იაპონური ფერწერის, არამედ სწორედ ამ შინაგანმა რაობამ ფერწერისადმი დამოკიდებულების, ანუ მონე მიხვდა, რომ პროგრესული ნაბიჯი გადადგმულიყო, ხო, ამ დასავლურ კულტურაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ გრძნობდა, რომ აჩქარდა დრო და ცხოვრების წესი. აუცილებელი იყო დინამიკის შეტანა თვითნახატშიც. ანუ ის დინამიკა, რაც იმპრესიონიზმის სახით მონემ შემოიტანა დასავლურ ფერწერაში, განპირობებული იყო სწორედ იაპონელ შემოქმედთა მიდგომებით იყო განპირობებული შემოქმედებისადმი.
აი ამ დინამიკით, ამ ბუნებასთან კონტაქტით, ამ სიარულით, ამ ხეტიალით, ამ ბუნებასთან, ესე ვთქვათ, თანაცხოვრებით. უფრო მეტად რომ ჩავუღრმავდეთ ჩვენ ყარიბობის რაობას, ანუ ბუნებაში ხეტიალის რაობას, უფრო მეტად ახასიათებთ მსგავსი რამ იაპონელ პოეტებს. ამიტომ მოდი ამ კუთხით დინამიკის რაობის კუთხით მოდი პოეტური მხარე განვიხილოთ ჩვენ ამ ყარიბობისა რა. ძალიან საინტერესო იქნება. ზოგადად იაპონურ პოეზიას რომ ვეხებით, უნდა დავიწყოთ ლამის უხსოვარი დროიდან. იაპონური ლექსის ფორმამ სხვადასხვა ტრანსფორმაციები განიცადა რა. შეიძლება პარალელების გავლება სხვადასხვა ერებთანაც, მაგრამ ახლოს არის თუნდაც ქართულ სინამდვილესთან, იმიტომ რომ როდესაც ქართულ პოეზიაზე ვსაუბრობთ და ვიწყებთ ქართულ პოეზიაზე საუბარს, რა თქმა უნდა ვიწყებთ ქართულ ზეპირ სიტყვაობაზე საუბარს რა. ჯერ კიდევ დამწერლობა არ ქონდა ქართველებს, რომ ერთმანეთზე გადაცემით, ესე ვთქვათ, ცდილობდნენ შემოქმედებითი პროდუქტის გავრცელების პოპულარიზაციას, რა ზეპირ სიტყვაობა. ანუ არ იყო დამწერლობა, მაგრამ ესეთი ხალხური თქმულებები იყო, დამღერებები იყო, ესე ვთქვათ, ზეპირად ნათქვამები იყო, რომელსაც ხალხი მახსოვრობდა და თაობებს გადასცემდა. მსგავსი მიდგომებით უნდა დავიწყოთ, როდესაც ვსაუბრობთ იაპონურ პოეზიაზე. მრავალერს გაუვლია ეს პროცესები, ხო, ზეპირ სიტყვაობა უშუალოდ სანამ დამწერლობა ექნებოდა. ხო, იაპონელებსაც მსგავსი რამ ჰქონდათ ისტორიულად და თავდაპირველ ფორმას ლექსისას იაპონურისას ჰქვია ძიორური. ძიორური გახლავთ აი ზეპირ სიტყვაობის ნიმუშებიდან. ანუ პოეტები თავყრილობისას ლექსებს რომ იტყოდნენ, ამას ხალხი იმახსოვრებდა და საუკეთესო ნიმუშებს შემდეგ გადასცემდა თაობებს. ამგვარ ფორმას შემდგომ დაემატა დამღერილი ლექსები. საქართველოსაც ახასიათებს არა ისტორიულად ეს არ ჩავუყრმავდები ამჟამად, მაგრამ იაპონიაში მსგავსი რამ ასევე დაემატა ამ ძიორულის, ხო? ანუ ამ ფორმას, ესე ვთქვათ, ლოგოსის ფორმას დაემატა დამღერებები და ამგვარ ფორმას უკვე ქვია კაესი უტა, რომლის განვითარება ემთხვევა უკვე დამწერლობის ჩამოყალიბებას და როდესაც დამწერლობის პირველ ნიმუშებს გადახურცვავთ, ხო, იაპონური დამწერლობისა, იქ არის პროზაულ ნაწილთან ერთად ასევე ჩართული ლექსები, რომელიც იმღერებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პროცესი ზოგადად საფუძვლად უდევს სწორედ ბუნებაში, სიარული ბუნებასთან, ბუნებისადმი დაკვირვება, შესწავლა, გაცნობიერება. ბუნებასთან კონტაქტი გესმით რას ნიშნავს, ხო? ბუნებასთან ახლოს რომ იყო, ეს ნიშნავს ლამის, გველის, მჭამელივით ცხოველების და ფრინველების ენის ესე ვთქვათ, გაცნობიერებას, ხო? და გველის ჭამელი ვახსენებთ ვაჟას გველის ჭამელზე ამ დროს საუბარია. ინდიასავით, ესე ვთქვათ, შეიძლება იმდენად ახლოს იყო ბუნებასთან და რომ უგებდე და გესმოდეს ტყის ბინად არის, ხო? ცხოველი იქნებოდა ფრინველი. შესაბამისად, აი ეს იაპონურ კულტურაში, იაპონურ შემოქმედებაში სხვადასხვა სფეროები ძალიან ახლოს იყვნენ ბუნებასთან. აი მის თქმა მინდა და ბუნების წიაღთან ურთიერთობაში იბადება სხვადასხვა სფეროების შემოქმედებითი პროდუქტები, შემოქმედებითი ნიმუშები. ზოგადად იაპონურ ბუნებას რომ ჩაწვდე და ჩაუხვდე ადამიანთან, ვისაც ოდნავი კონტაქტი აქვს, ხო, იაპონურ კულტურასთან და იაპონელი ადამიანის ბუნებასთან. იაპონელებს არ ახასიათებთ გრძელ სიტყვაობა.
მრავალსიტყვაობა. მათი ენა არის ურთიერთობისთვის მოკლე ფრაზოვანი. ამგვარმა მიდგომებმა და ამგვარმა დამოკიდებულებამ ზოგადად ამგვარმა ფსიქოტიპმა იაპონელისა ჩამოაყალიბა პოეტური ფორმებიც. მათი ლექსები არის მოკლე ფრაზოვანი, მცირე ფორმიანი. მაგალითად შემდეგ უკვე ამ კაესი უტა შვა, ესე ვთქვათ, უკვე ამ კაესი უტა იყო ორ ფრაგმენტოვანი, ერთი ზეპირსიტყვაობა და მეორე მისამღერები, დასამღერებლები. და ამ ორ ფრაგმენტოვნებამ შემდეგ უკვე გარკვეული გამოცდილება გაიარა ამ ფორმებმა, ამ გარკვეული პერიოდის შემდეგ უშუალოდ ფორმა ჩამოიქმნა და შემდეგ უკვე იქნება ძალიან ცნობილი და მრავალთათვის ცნობილი უკვე იაპონური კლასიკური ფორმა ლექსისა ტანკა. ტანკა არის 37 მარცვლოვანი ურითმო ლექსი, 5 წყარედოვანი, სადაც თითოეული წყარედს თავისი დანიშნულება აქვს. პირველი წყარედი არის შესავალი, ბოლო წყარედი არის გახსნა, ახსნა. ესე ვთქვათ, იმისა, ისი თქმაც უნდა, გამარჯობათ. ისი თქმაც უნდა პოეტს, ხო? თითოეული წყარედს თავისი დანიშნულება აქვს. და მინდა გითხრათ, ძალიან საინტერესო პროცესი განვითარდა ამ მხრივ. ამ კლასიკურ ფორმას დაემართა, ასე ვთქვათ, განშტოება მოხდა ამ კლასიკური ფორმის. იმიტომ რომ სწორედ აი შვევებმა ბუნებასთან ურთიერთობისა იაპონელი პოეტებისა მოგვცა ამ ტანკის დაშლა. რის შედეგადაც წარმოიშვა მეორე კლასიკური ფორმა, ძალიან ცნობილი და დახვეწილი მეტისმეტად წარმოიშვა ხაიკუ, ესეთი ფორმა, რომელიც არის უკვე სამწყარედოვანი, 17 მარცვლოვანი ურითმო ლექსი. მაგრამ აქ რა არის საინტერესო, რომ ძალიან საინტერესო პროცესია. ანუ ეს კლასიკური ფორმა ტანკა ჩამოყალიბებული, რომელსაც იყენებდნენ იაპონელი პოეტები, რომლებიც დახეტიალობდნენ ბილიკებზე, ხო? ბუნების ბილიკებზე. როგორი ჩვევა ჰქონდათ, იცით, ძალიან საინტერესო ტრადიცია ჩამოყალიბდა. აი ერთი პოეტი ისე ირნობს და ბუნებასთან ურთიერთობაში დაებადა რაღაც სათქმელი, ხო? და დაწერა რა. და ტანკა დაწერა, ხო? მაგრამ რას აკეთებს? უყურე ერთმანეთთან გამოპასუხების ფორმა მოძებნის, გამოპასუხების, ძალიან საინტერესო. რამხი ადგენდა ეს ტანკა 5 წყარედოვანი, 3 წყარედად და 2 წყარედად დაშალეს და რას აკეთებდნენ? აი იაპონელი პოეტი დაიწყებდა, ერთ-ერთი დაიწყებდა აზრობრივად ტანკას, ოღონდ 3 წყარედს დაწერდა, მიაკრავდა ხეზე რაღაცა ფორმით და წავიდოდა. და მეორე პოეტი ამ ბილიკზე რომ ჩამოემიდა და ამ 3 წყარედოვან ტანკას, ტანკის ნაწილს, ფრაგმენტს რომ ნახავდა, 2 წყარედი აზრობრივად უნდა მიეწერა. რათა გაეგრძელებინა, ესე ვთქვათ, პირველის მიერ დაწყებული აზრობრივი ფორმა რა. და ამის შედეგად ტანკას დაშლა მოხდა რა, 3 წყარედად და 2 წყარედად. შემდეგ გამოვიდა სხვა და რომ ნახავდა 3 წყარედს, მიწერილ 2 წყარედს, მიაწერდა ისევ 3 წყარედს. შემდეგ ვიღაცა გამოვიდა კიდე პოეტი და ეს ხდებოდა თვეების მანძილზე. და ბოლოს იღებდნენ, ესე ვთქვათ, ასეთ ფორმას რა, რომ ერთ ხეზე იყო ჩამოწერილი 3 წყარედ, 2 წყარედოვანი მონაცვლეობით ისა ლექსები რა, რომელიც იყო პროდუქტი რამდენიმე პოეტის ნააზრების და რომელიც აზრობრივად გამთლიანებული იყო. ანუ თავიდან ბოლომდე რაღაც აზრი კრავდა რა. ძალიან საინტერესოა. ამგვარ ფორმას ეწოდება რენკი, რომელიც შედგება აი ხაიკუსგან, 3 წყარედისგან. აი როგორ დაიშალა ტანკა და აგიკუსგან, 2 წყარედისგან. ანუ ტანკა დაიშალა ამგვარი ფორმით, აი ხეტიალის პროცესში, პოეტებისა და ამგვარი გამოპასუხების პროცესში დაიშალა ტანკა ხოკუთ და აგეკუთ. ანუ ხოკუ არის 3 წყარედოვანი და აგეკუ არის 2 წყარედოვანი. შემდეგ მიეწერებოდა ისევ ხოკუ 3 წყარედოვანი, შენიმისა აგეკუ. შენიმისებს ხოკუ და შემდეგ ისევ აგეკუ და ეს ფრიანობაში ქვია ამას რენკუ. და ძალიან საინტერესო ფორმაა სხვათა შორის.
რომ დააკვირდეთ, იმიტომ რომ ერთი რამდენიმე პოეტის ერთობლივი ნამუშევარი იკვრებოდა ძალიან საინტერესო. აქ არ არის საუბარი აი ესეთ ხელისასაქმნელ პოეტებზე, ძალიან დახვეწილ და სერიოზულად მოაზროვნე პოეტებზე აქ საუბარი. და წარმოიდგინეთ რა საინტერესო რეიკუები იქმნებოდა. 1640 წელს იბადება გენიალური პოეტი, რომელიც არის უკვე რეფორმატორი, ამ სიძველის დამფასებელი, ამ ტანკის დამფასებელი, ტანკას საოცარი დიდო სტატები ყავდა ეხლა შორსავიყვას მათი ჩამოთვლა საიგიოდან დაწყებული და დამუშმოთ საიგიოდან დაწყებული და დამთავრებული ისიკავა ტაკობუპონდე გენიალური პიროვნება ასე. მაგრამ ეხლა განვავრცოთ ჩვენ საუბარი ხოკუს მიმართულებით, იმიტომ რომ აქ უკვე იბადება ადამიანი, დიდი ჰუმანისტი, დიდი პოეტი, ბასიო, ანუ როგორც ბეტი შეუძლია შენიშნო მომცეს, სს შემდეგ ბეტის გამისწავლე ეს მე მგონი, სს შემდეგ, როდესაც ი არის, შ გარდაიქმნება ს და ბაშიო უნდა თქვა და არა ბასიო. დიდი მადლობა ბეტის ამისთვის. დედაცვარეში. ხო და ბაშიო, იბადება ბაშიო, რომელიც შემდეგ უკვე გენიალურ რეფორმატორად იზრდება და ყალიბდება გენიალურ რეფორმატორად იაპონურ ლექსზე. და მან უკვე წარმოშვა ხაიკუ, ხოკუდან. ხოკუ არის ჩვეულებრივი სამწყარადი ურითმო ჩვიდმეტმარცვლოვანი ლექსი, რომელსაც განშტოება ჰქონდა ხაიკაი. ეს არის იუმორისტული ჟანრის სამწყარადი ურითმო ჩვიდმეტმარცვლოვანი ლექსი. და აი ბაშიო კიდე უკვე ჩამოაყალიბა ხაიკუ. ხაიკუ უკვე არის ლირიული ხასიათის, რომელსაც მეტი ფილოსოფიური სიღრმეები აქვს, სამწყარადი ურითმო ჩვიდმეტმარცვლოვანი ლექსი. ხო და ძალიან საინტერესო პიროვნება, ესე ვთქვათ, დიდგვაროვანი იაპონურ დასახლების კულტურას ერთგვარი ასეთი თვისება ჰქონდა. გალავნის შიგნით არსებული, ანუ მეფის სასახლის ტერიტორიაზე მაცხოვრებლები და ამ ტერიტორიის გარეთ მაცხოვრებლები და როდესაც თემი პიროვნებას განაგდებდა, გარიყავდა, არ ნიშნავდა ეს, რომ სადღაც გადახვეწილიყო. საკმარისი იყო კედლის იგით გასულიყო და იქ დასახლებული. ანუ ამით რა მინდა თქვა, რომ ბაშიოს დაბადებიდანვე და მოზარდი რომ იყო, არაფერი არ აკოდა რა. დიდგვაროვანი იყო, შესანიშნავი ცხოვრებისეული პირობები ჰქონდა და პოეზიის სიყვარულით მან დათმის მომავალი უზრუნველი ცხოვრება და იმდენად ჩაუღრმავდა პოეზიას და იმდენად შეიყვარა ეს აზროვნების ეს ფორმა, რომ თავისი კეთილი დღეობა დათმო. ის გავიდა აზრულად დაიწყო ცხოვრება განმარტოებით და დაიწყო ხეტიალი ესე ცხოვრების გაზეთი. სამწუხაროდ მხოლოდ 9 საუკუნე იცხოვრა 1790 წელს გარდაიცვალა. მაგრამ ამ 50 წლის მანძილზე ბევრი რამ მოასწრო. 5 დიდი ხეტიალი მოაწყო ცხოვრების მანძილზე. ბოლო ხეტიალის ჟამს დღიური წყი დაწერა ჩრდილოეთის ბილიკებით, ესე ქვია, ანუ მოილოცა და მოინახულა იაპონიის კუნძულებში ჩრდილოეთ მხარე და როდესაც პროზაულად აღწერდა ზოგადად ფილოსოფიურ თუ ფსიქოლოგიურ წიაღწევებს თავისი ტექსტებისა, ურთავდა ამ ხაიკუებს. ანუ სამწყარად ჩვიდმეტმარცვლოვან ურითმო ლექსებს, რომელიც აიყვანა უმაღლეს დონეზე. შემდგომ
მას დედა გარდაეცვალა, ძალიან იმოქმედა ეს ამ ფაქტმა მასზე და დაატოვა საერთოდ ეს საცხოვრებელიც და წავიდა რა საერთოდ უკვე დაიწყო უკვე ერთ ადგილას მკვიდრობდა, მაგრამ მერე უკვე ამ საერთოდ ესე ვთქვათ უკვე განმარტოვდა. თუმცა ამ ხნის მანძილზე მან ჩამოაყალიბა პოეტური სკოლა 10 გონებად წოდებული, ანუ 10 მოწაფე ყავდა, რომლებმაც შემდგომ ბასიოს შემდეგ ხო იაპონურ პოეზიაში უდიდესი ძვრები მოახდინეს. ძალიან დიდი პოეტები აღმოჩნდნენ შემდეგ ბასიომ გაზარდა 10 დიდი პოეტი. მის სკოლას 10 გონება ერქვა. შემდეგ მას გარკვეულ ადგილას დაბანაკებულს დამკვიდრებულს სახლი დაეწვა და შემდეგ მოწაფეებმა ბანანის ხისგან აუგეს სახლი და მოკლედ ეს პიროვნება აღარ მობრუნებულა ქალაქებისკენ რა ის მუდამ ბუნებასთან კონტაქტში იყო და ბუნებასთან ურთიერთობაში ცხოვრობდა. აი ასეთი არის იაპონელი შემოქმედის სხვადასხვა სფეროში პიროვნებების ცხოვრების წესი ასეთი იყო. ნუ შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ჩვენი პერიოდი რო დაიწყო უფრო თანამედროვე პერიოდი იაპონურ პოეზიაში გაჩნდა კიდე ფორმა გენდაისი, რომელიც არის უკვე ჩვეულებრივი ფორმა გრძელი ლექსის. ეს უკვე სხვა თემაა და ამ ყველაფერზე იმიტომ ვისაუბრეთ, რომ ჩვენ გაგვერკვია თუ რამ გამოყვება მონეს იდეა რა, რომ სამხატვრო პროცესში და თვითონ ნახატში დინამიკა შეეტანა რა. აი იაპონელი შემოქმედების მოუსვენრობა რა, ამგვარმა შემოქმედებითმა პროცესებმა, რომ ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ბუნებასთან ახლოს იყვნენ და მუდმივ ხეტიალში იყვნენ და მუდმივ დაფიქრებებში ბუნებასთან ახლოს. სხვათაშორის მინდა ერთი ლექსი გავარჩიოთ ბაშიოსი და ამით დავასრულებ. როგორც გითხარით, იგი წერდა ხაიკუს, ანუ 17 მარცვლოვან სამწყარედ ურითმო ლექსს და ერთ-ერთი მათგანი, ხო, სხვათაშორის ძალიან საინტერესოა, მეტი მე მგონი და თეკლაში ინთანაც ეს მიხსენებია გაკვეთილზე, როდესაც ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ აღგვენიშნა რას ნიშნავს შემოქმედება ზოგადად. რას ნიშნავს იყო შემოქმედი. უნდა იმსახუროს სიცოცხლეს და არა სიკვდილს. უნდა იყო სიცოცხლის შემოქმედი, პროგრესის შემოქმედი და არა დეკადენტი და არა სიკვდილის მომღერალი. და აი ხშირად მიხსენებია, მე მგონი თუ გახსოვთ, აი ბაშიოს ესეთი რჩევა მოწაფისადმი. თუ არ ვცდები სამკუ და ბაშიო ისეირნობენ წიწაკის ყანის გასწვრივ. წითელი წიწაკაა, ესეთი მოგრძო ფორმის, აი ესეთი ყანის გასწვრივ ისეირნობენ და ამ წიწაკის ყანას ზემოდან დაფრენენ ნემსიკლაპიები, რომლებსაც წითელი ტანი აქვთ და ძალიან გვანავ წითელ წიწაკას რა თვითონ ამ ყანაში მოხარე ამ წიწაკებს. და სამპუ ეუბნება დიდოსტას თავისას, რომ ასწავლებელო, მე ლექსი დავწერო. ისინი მისეირნო. აბა რა ლექსი დავწერო? ბაშიო უთხრა და აი ესეთი ლექსი დავწერეო, ანუ ხაიკ ესეთი ურითმოა ეს მივიღეთ ხედველობაში. საკმარისია წითელ პეპელას ფრთები მოვაცალო, წითელ წიწაკად იქცევა. ანუ სამპომ დაინახა ეს მსგავსება წიწაკასა და ამ ნემსიკლაპიას შორის თუ პეპელას შორის. და ბაშიო ესეთ რამეს ეუბნება, ეგო ლექსი არ არის, ეგა პოეზია არ არის. რატომ? შენ რომ პოეტური ნიმუში დაგეწერაო, ამისთვის მოგიხდა ცოცხალი არსების მოკვლევა. ეს პოეზია არ არის. აბა როგორ უნდა? აი შენ შეგრო სხვაგვარად გეთქვაო. როგორ? აი საკმარისია წითელ წიწაკას ფრთები გამოვაბათ, წითელ
პეკელად იქცევა. აი ხდე ხედავთ, აი შემოქმედებას ამგვარად უნდა მიუუდგეთ ხალხმა. ხვდებით? იყო შემოქმედი ნიშნავს იზრუნო თაობებისთვის, პირველ რიგში შენი თაობისთვის, გააზრებული, ისტორიულად გაძლიერებული, ერუდირებული და შენი თაობის სათქმელი უნდა თქვა, ხო? შენი დროების სათქმელი, მაგრამ განპირობებული იმისთვის, რომ თაობები გაზარდოს შენმა, ესე ვთქვათ, ჯეროვანმა და ფუნდამენტურმა მოღვაწეობამ. ამიტომ იყო შემოქმედი ნიშნავს ემსახურებოდა სინათლეს, ემსახურებოდა სიკეთეს, ემსახურებოდა წინსვლას. ხო და ერთი ბაშიოს ერთი თავად ბაშიოს ერთი ლექსი მინდა გავარჩიოთ და ამით დავასრულოთ, რათა მე თქვენ დაგანახოთ იაპონური პოეზიის სიმაღლე რა ხარ. უბრალოდ სიღრმე და სიმაღლეს. სხვათაშორის ამან გამახსენე ერთი რამ, იყო გენიალური ქართული პოეტი, გენიალური ხალხმა შოთა ჭანტვაძე. უხრამ მაჭვარიანის კლასელი, ირაკლი არაბულის კლასელი, სვიონგავსა ბიზაჩევის კლასელი. ზუსტად გამსახურდიათ შესანიშნავად იცნობდა და ახლობლობდა. შოთა ჭანტვაძეს და 40 წელს გარდაიცვალა, ისე რომ ლექსი ვერ გამოაქვეყნა. გენიალური პოეტი, რომლის გავლენა აქვს ძალიან ბევრ დიდ პოეტს ქართველს, მიცოდეთ. და იაპონური პოეზია შემოვიდა რუსულ წიგნად საქართველოში 1954 წელს და პოპულარიზაცია მოხდა იაპონური პოეზიის. ხვდებით და მაგრამ აი ეს წიგნი რომ შემოვიდა რუსული წიგნი, შოთა ჭანტვაძე იმ წუთში ჩახვდა ამ სიღრმეებს, ამ სიმაღლეებს იაპონური პოეზიის და აიტაცა და ძალიან დიდი პოპულარიზაცია გაუკეთა ეს ჩვენთან თბილისში, საქართველოში ძალიან დიდი ვაწლი მიუძღვის ამ ხრივ შოთას და დადიოდა ესე და დახონდა ეს წიგნი და ყველგან იზახოდა რომ ეს არის უმაღლესი პოეზია და ძალიან ენამოსტრებული იყო შოთა და ერთ-ერთი მწერალი შეხვდა ვახსარ დავასახელეთ ახლა და ეუბნება რომ რა წაიღეთ ვინი შოთაო რომ უმაღლესი პოეზია უმაღლესი პოეზია და აი შოთა უსთაველი რაღა არის მაშინ თუ ეს უმაღლესი პოეზიაა იაპონური აი შოთა არ დაიბნა შოთა ძალიან ენაკლიმატი იყო და გონება მახვილი და გონება გამჭრიალი და შოთაო უღერმესია არა ეს მაინც უმაღლესია რაღაცა ეს ანუ იყო პოეზიის დამფასებელი და ზოგადად შემოქმედების დამფასებელი არ შეიძლება რომ იაპონური ლექსის ფორმა და იაპონური პოეზიის სიმაღლეები არ აღიარო. და აი ესეთი ერთ-ერთი ლექსი და რატომ არის? აი ნახეთ დააკვირდით რაშია საქმე. ესეთი ხაიკუ აქვს ბაშიოს. ძველი ტბორი. ჩახტა ბაბამი. ჩქამის იჩუმეში. დამთავრდა. როგორც გითხარით, იაპონური პოეზია, იაპონური ლექსი ამგვარი ფორმის არის. ეს იქნება ხუთწყარედი თუ ტანკა თუ სამწყარედი, ხაიკუ თუ ორწყარედი რენკო, ამას მნიშვნელობა რენკო რა, აგებო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აი ესეთი ურითმო არის. თითო-თითო სიტყვებით შეკრული. ეხლა მოდი გავარჩიოთ. ანუ როგორ რა მინდა იცი გითხრათ რომ იცოდე იაპონური პოეზია ეს რას ნიშნავს? იაპონელი პოეტი, როდესაც ლექსს წერს, მან იცის, რომ ეს დაწერილი ლექსი ჯერ დამთავრებული არ არის. სანამ კითხველი არ წაიკითხავს მას. ანუ როდესაც იაპონელი პოეტი ლექსს წერს, ის აუცილებლად ვარაუდობს კითხვებსაც. აი ეს მნიშვნელოვანია იაპონური ლექსისთვის. აი მოდი გავარჩიოთ. ძველი ტბორი, რას იძახის ამით ბაში. ესე არის რაღაც სივრცე, ძველი სივრცე. თან ტბორია, ტბა არ არის. ანუ რაღაცნაირად უკვე შეჩერებულია. დინამიკა არ არის, მკვდარი რაღაც სივრცე რა. შეყოვნებული რა, ტბორი რა, აი შლამიანი რაღაც ესეთი, ხო? რაღაც
ტბა უფრო რაღაცა კანკარაა და რაღაც ესეთი უფრო მეტად დინამიკური. აი ეს ტბორი, ძველი ტბორი, ისე კარგა ხნის განმავლობაში დიდი ხნის მანძილზე რაღაც გაჩერებული სივრცე. მეორე წყარები, ჩახტა ბაღაკი, ესე იგი რას ნიშნავს? უკვე ამ ადინამიაში შემოდის დინამიკა. ესე იგი ანუ სიცოცხლეა რა ვასკვნით. ესე იგი ამ სივრცეობა იმაში, ამ მოძრაობაში უცებ დინამიკა, ჩახტა ბაღაკი, სიცოცხლის დატამანია. და მესამე წყარები, ჩქამი სიჩუმეში. ნახეთ აქ რა საინტერესოა. ჩქამი რას ნიშნავს? ჩქამი არ არის ხმაური. აი ჩქამი რა είναι? ოდნავ რომ სადღაც გაისმის. აი დუნეთ რაღაც ესე ვთქვათ, რომ არღვევს ესე მოწიწებით რო არღვევს სიჩუმეს რაღაცა. ჩქამი. ხო? მაგრამ უყურეთ რაშია საქმე, სად არის სიდიადე ბაშიოს ჯერ ეს ერთი ამას რომ ხატავს თლიანად და შექმნა ხო ეს სათქმელი. მაგრამ უყურეთ დაგვრით ეს ჩქამი რომ არ იყოს ამ დიდრო დიად სიჩუმეს ადამიანი ვერ აღიქვამდა ისე აქტიურად ვიდრე აი ამ ჩქამმა აღაქმევინა რა. ანუ ჩქამი რომ არ არის ამ სიჩუმეს ეჩვევი და აღარც გესმის სიჩუმე. ვეღარც უღრმავდები ამ სიჩუმეს. მაგრამ როგორც კი ეს ჩქამია, ეს ჩქამი ხას უსვამს ამ სიჩუმის სიდიადეს. აი ნახეთ ხაფი სულ 6 სიტყვაში, 7 სიტყვაში რომელიც არის რა სიღრმე და რა დამაფიქრებელი. დიდი მადლობა ბეტის თამადობით რომ მომისმინეთ და მე მგონი არის მოგივიგო. ათა გაგვიაზრებინა ზოგადად თუ რამ გადარია მონეო, თუ რამ გადაადგმევინა ეს პროგრესული ნაბიჯები რა. იმპრესიონიზმის ასე ვთქვათ წარმოშობის პროცესში. დიდი მადლობა.